ხშირად მეკითხებიან ადამიანები, გიორგი, რა აზრის ხარ ზიარებაზე? რა აზრის ხარ ზიარებაზე? ხალხო, რა აზრის უნდა ვიყო ზიარებაზე? მადლია ზიარება. მაგრამ არის და რა მაგრამც გაინტერესებთ, მაგრამზე ჩემს შეხედულებას გაგიზიარებთ. ნახეთ, მე რისთვის მივდივარ ტაძარში, რომ ვეზიარო სულიერებას. ტაძარი ჩემთვის ყველანაირი წახნაგით უნდა იყოს სულიერების აკვანი. ყველგან უნდა ვხედავდე სულიერება, უბრალოება, თავმდაბლობა, სულიერება, უბრალოება, თავმდაბლობა, მაგრამ ამას ვერ ვხედავ. მოძღვრები აკინძული არიან ოქროვერცხლით და თვალს მჭრის ხოლმე მათი ოქროების ანარეკლი, რა უბრალოება. ხატები, ბრილიანტები და ქვებიჩი ამ კესთან, ვიღაცის ნაქონი დაბინძურებული სამკაულებით, ზოგს სექსის დროს ეკეთა, ზოგს ბინძური ქმედებების დროს ეკეთა, ხატებზე ჩამოკიდებული, კარგი, მაგას არ შევეხები. ტაძარში რომ შედიხარ, რეალურად სულიერების ხატად კი არ არის წარმოჩენილი ირგვლივ, რასაც იყურები. უმეტესი რაღაც არის მატერიალურზე გადართული. მოძღვარიც მატერიალურ მაგალითს გაჩვენებს, ტაძრის შიდა სტრუქტურა, ოქროვერცხლებით შევსებული ხატები, რომ მერე შენ კიდე ჩამოკიდო და მერე ჩამოვაცლიან, მერე კიდე რომ შეავსო და ჩამოვაცლიან და როგორც აი შეუპოვარს აქვს ხოლმე ჯამში რაღაც ხურდებით ჩაყრილი რომ შენც ჩაამატო გაგახსენდეს. აი ესე გახსენებენ ოქრო ჩამოკიდე შეწირე ოქრო. ნუ კარგი ეს გაგიგე არ არის პრობლემა კაცო. გაგიგე ოქროს $10,000 აცმა რო გაქვს ჩამოკიდებული ტანზე, გაგიგე რაღაცნაირად. მაგრამ ერთი კითხვა მაქვს ზიარებაზე. ყველაფერი გაგიგე, რომ მატერიალური გავიგე, მაგრამ აი ხორცს მე პირადად ისე არ ვჭამდა, ცუდად ხდის და ხორცი რა საზიანოა, ეს ახსნილი მაქვს დესტრუქცია, სიცოცხლის ჭამა და ასე შემდეგ. ასევე სიტყვას აქვს უდიდესი ძალა. თითოეულ თქვენს ნათქვამ სიტყვას აქვს კოლოსალური ძალა, თითოეული სიტყვა უნდა აწონ-დაწონო. ეს გავიგეთ. ხორცი ცუდია, გავიგეთ. და ტაძარში მოვდივარ მე სულისთვის, ხო? სულის ცხონებისთვის. მაშინ ერთი კითხვა მაქვს. რატომ მაზიარებ იესო ქრისტეს ხორცს და სისხლს? ანუ რატომ მეუბნები დალია იესო ქრისტეს სისხლი, მიირთვი იესო ქრისტეს ხორცი? მე გავიგე თქვენ როგორ ხსნით ამ ყველაფერს აგიხსნით თუ გინდა ეხლა ყველაფრით, მაგრამ აი გლეხური პასუხი ვერ მივიღე მე ვერავისგან და ვერაფრიდან და ვერც მივიღებ. რატომ მასმევ ქრისტეს ხორცს და სისხლს, როცა შეგიძლია მაზიარო ქრისტეს ცნობიერს და ქრისტეს სულის ნაწილს, ღვთიურ ნაწილს? ნახე, შენ მე უნდა მეუბნებოდე ეზიარე ქრისტეს ცნობიერს, ქრისტეს სისხლის ნაცვლად. ქრისტეს ცნობიერს უნდა მაზიარებდე, ხო? სულის სახლში ვარ მოსული. ეს ერთი. მიირთვი ქრისტეს ხორცი, ამის ნაცვლად უნდა მეუბნებოდე ეზიარე ქრისტეს სულის ნაწილს. ანუ ამას არ მეუბნები, ანუ სულზე არ მელაპარაკები და ეს ჩემთვის პრობლემაა ძალიან. არ მინდა მე ხორცი და სისხლი ვჭამო და ვსვა, განსაკუთრებით იმ უფლის, რომელიც ძალიან მიყვარს და ნახე, გავიგე რომ ქრისტემ ერთჯერადა თქვა, ეს არის ჩემი სისხლი და ხორცი, ხო? მისი სისხლი და ხორცია, ყველაფერი, ქრისტეს პურიც, ჩვენი ნაწილიც, პლანეტის ნაწილები, მისი სისხლი და ხორცია, მაგრამ ქრისტეს არ უთქვამს რომ სვი ჩემი სისხლი და ხორცი და ეს ესე იმეორეო. გაიგე? იმეორეო. ჩემი სისხლი და ხორცი სვით და ჭამეთო და თქვითო? არ ვიცი ახლა ვინ გითხრათ ეს, მაგრამ აშკარად არ არის, ხო? სულიერებასთან კავშირში არ ჯობია, მოდი ესე ვიტყვი, რომ განაცხადო, რომ ეზიარე ქრისტეს ცნობიერს, ვიდრე ქრისტეს სისხლი დამალევინო. აი მარტივად გპასუხო. ქრისტეს ხორცი ჭამე, ესეთი სიტყვები გააჟღერო კანიბალიზმის. ხო, აბა რა არის ეს კაცო? არ ჯობია ამის გაჟღერებას, გააჟღერო ეზიარე ქრისტეს სულიერებას, ქრისტეს ღვთიურობას. სულიერების ამბავში ხო ვართ და ხორცს და სისხლს რატომ ასმევ და რატომ არ მაზიარებ ქრისტეს ცნობიერს, სულიერი ნაწილს და ამ ყველაფერს? გავიგეთ ეს ამბავი? გავიგეთ. გლეხურად გავიგეთ, მე ვფიქრობ. რატომღაც ქრისტეს მატერიალურ მხარეს უფრო მაზიარებ მის სხეულს და სისხლს, ვიდრე ქრისტეს ცნობიერს მაზიარო და მისი სულის ღვთიურ ნაწილს? რატომღაც ხორცს უფრო მაზიარებ და არ ჯობია მეორეს რომ მაზიარო, რისთვისაც ქრისტე მოვიდა? მაგრამ მერწმუნეთ, ეხლა ზიარებაზე უნდა იაროთ აუცილებლად უნდა იაროთ. და ხა ხორცმა და სისხლის სიტყვის ნათქვამმა არ უნდა გაგაჩეროთ. აი ამას გეტყვით. მაგრამ რამ უნდა გაგაჩეროთ ზიარებაზე? დავამატებ იმას, რომ ვინ გაზიარებს? ეს არის ფუნდამენტი ყველაფრის. ვინ გაზიარებს? ვინ გეხება ხელით? ეხლა ერთ კითხვას
კითხვას დაგისვა. შავმა მაგმა რომ წაგიკითხოს ერთ-ერთში ზიარების ლოცვები და ყველაფერი და გაზიაროს. მიცემ ამის უფლებას? ვაიმე, გადაირიე მაგის უფლებას როგორ მივცემ, გიორგი? ესე იგი მნიშვნელობა აქვს ვინ გაზიარებს, ხო, აქედან გამომდინარე. და თუ მნიშვნელობა აქვს ვინ გაზიარებს, ესე იგი მნიშვნელობა ქონია ვინ არის მოძღვარი შიგნით და რით გაზიარებს, რას გაზიარებს. ნახეთ, ჭამე სისხლი, ჭამე ხორცი, ეს არ არის ისეთი საზიანო, რომ რამე დაგემართოს და ზიარების ძალა უფრო ძლიერია, მაგრამ ვინ გაზიარებს, ამას აქვს ფუნდამენტი. ვინ არის მოძღვარი შიგნით? ეხლა მე მოძღვრებს ყველას არ ვეხები და რა პრობლემებიც არის, ყველაფერში ვლაპარაკობ. მე შავმაგიაში იქნება ეს, რელიგიაში იქნება ეს, სულიერებაში თუ ვისთანაც არ უნდა იყოს. მე სადაც ბნელს ვხედავ, ყველგან ვამხელ ბნელს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაზიარებს? ამას წინათ ამომიგდო ვიდეო. ორი ბერი იყო, ბერი, მოძღვარი კი არა, ბერი. და ქუჩის ბიჭებივით ეკაჩავებოდნენ და იმხელა აგრესია ჰქონდათ, იმას აქ პირდაპირ შეპყრობა. თან ვიღაც ძველი ბიჭი როგორ ჩანს, ძველი ბიჭი მაგას არ იზამს, კაცო მომიტევე ძველი ბიჭს რატო ვეხები, კაცო. ძველი ბიჭი მაგას არ იზამს. ქუჩის შპანა, მოდი ესე უფრო ვიტყოდი. ბერი კი არ იყო, ქუჩის შპანა იყო. ჟარგონის ენაზე ვიტყვი. და დაარტყა მუშტი და ორივე ისეთ ხიპის იყო, როგორ ჩანს მისი ძმაკაცი თავად გახადა მოძღვარი. აბა ეხა მაგას ბერად ვინ აღკვეცა, კაცო, ეგ ბერად, ხო? ეხა კითხვას გისვამ, ესეთი შეპყრობილი ბერი, მოძღვარი კი არა, ბერს მეტი მოეთხოვება, კაცო, მთაშია, 7 უნდა კონდეს გონება, შეპყრობა კონდა პირდაპირ. ეგ რომ გაზიარებს, შენ შეპყრობით, ხელს რომ თავზე დაგადებს, თავზე ხელი არავის არ უნდა დაადებინო ესე ადვილად და მის ენერგიას გაზიარებს, მის სულიერებას გაზიარებს, რა დაგემართება შენი აზრით? მომიტევე, მაგრამ 1 მილიონი რო გადამიხადო და იმ ბერმა გაზიაროსო, არ დავთანხმდები. ფიზიკურად არ დავთანხმდები, იმიტომ რომ მე მომიწევს დემონთან პირდაპირ შიგნით ბრძოლა. ანუ შემოუშვებ მე მაგით. მიხვდით, რაშია ფუნდამენტი? ზიარებაში კი არ არის პრობლემა. ვინ გაზიარებს? ამაშია პრობლემა. და ამით განსაზღვრეთ. და მეორე ტუტუცური ტყუილი რაღაც, აი კოშმარი რა. აი, წმინდა წყლის შანტაჟი. რას აჟღერებს? თუ არ ეზიარები ჯოჯოხეთში მოხდებიო. ბიჭო. თუ არ ეზიარები ჯოჯოხეთში მოხდებიო. და ყველაზე არაკაცული რა არის, იცით? ერთმა მომწერა ძალიან დიდი პრობლემა ქონდა და გაჭირება ყველაფერი და ესე იგი ყველაფერი შევასრულეო და ორ შვილთან ერთად მივადექიო. ყველაფერი შევასრულეო, დავესწარიო, რაც მითხრა გავაკეთეო და ორ შვილთან ერთად რომ ოღონდ მეშველოსო თან ჯადო ქონდა გაკეთებულიო და ამ პრობლემებში ვიყავიო. მივიყვანე ორი შვილიო, ყველაფერი შევასრულეო და ვარი მითხრაო. და მაშინ რომ მივხვდიო რომ მოკლედო და ვარი რომ მითხრაო, რომ გამოვედიო, ხილვა მქონდაო, უფალი გამომეცხადაო. უფალმა უთხრა თანებე მაგას დავი. მე ვარ შვილო აქ შენთანო და მას შემდეგ ბევრი რამე კარგად დამეწყო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზიარების საიდუმლოს დახმარებით გაშანტაჟებს. რამე თუ არ მოეწონება, არ გაზიარებს და ჯოჯოხეთში მოხვდები. გესმის? გაშანტაჟებს. დაქვემდებარებად ხდის. ამას რანაირად უნდა აკეთებდეს მოძღვარი, კაცო? ან რანაირად ეუბნები, რომ ჯოჯოხეთში მოხვდება? შენ იცი ჯოჯოხეთში როგორი სული ხდება? ის სული, ვინც ჯოჯოხეთით ემუქრება ადამიანს. ემუქრება. კი არა სწავლის. ემუქრება და манипуляციას იყენებს ამისთვის და ტყუილს. ის ხდება ჯოჯოხეთში და არა ის ადამიანი, რომელიც არ ეზიარა. აცნობიერებთ რა მდგომარეობაში არის რელიგია და წარმომადგენლები. რატო ამბობ ეხლა ამას? ნახეთ, ესეთი მოძღვრები არ უნდა იყვნენ. ერთი შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს, აი იმ ბერმა მუშტი რომ დაარტყა და იკაჩავა და მეორე ძმაკაცთან ბერთან ერთად იკაჩავა და ქუჩის შპანასავით რომ იკაჩავა, ის უნდა მოიხსნას პირდაპირ, უნდა გაუშვან ის 1 2 3 4 და განიწმინდება რელიგია და დარჩება სუფთა მოძღვრები და რწმენა ავარდება ზეცამდე ადამიანების. და ესენი ყველანი თქვენ რწმენებს გართმევენ პირდაპირ მნიშვნელობით. ამ ყველა თავისი მოქმედებით თქვენი აზრით იმ ბერმა რატო დაარტყა ახალგაზრდა ბიჭი დააგდო, არაფერი ცუდი არ ვთქვია, რატო იღებო? ანუ რატო გვიღებო? ჯერ შემამაცხონებულო კანონი არიცი? რომ ადამიანს გადაღების უფლება აქვს და ყველას თავისუფალი ნების გამოთქმის უფლება აქვს. ღმერთმა არ გასწავლა? ვერ გასწავლა. შენ ღმერთთან ვერ ხარ, შენ შეპყრობა გაქვს. შეპყრობა აქონდა კაც, მაგას არ უნდა გახილვა და ანუ ესეთები უნდა განწმინდო, განაგდო, მასეთები უნდა შეკრივო ერთ ადგილზე. აი, რელიგიამ ეხლა რა უნდა გააკეთოს? რელიგიამ უნდა გახსნას ეგზორციზმის საავადმყოფოები, შესაბამისი მოძღვრები უნდა გადაამზადოს, მოამზადოს ძლიერი სულის მქონეები, ყველაფერი ეს უნდა გააკეთოს და მე უნდა შეკრივოს ყველა მოძღვარი, რომელიც ამ დღეშია და ეგზორციზმები უნდა ჩაუტაროს და მთელი ტრენინგები, გადამზადებები და ვინც მიხვდება, ვინც ვერ მიხვდება, გაუშვას. ეს იქნება მომავალ
ძალში. როცა რაღაც ფორმას მიიღებს რელიგია, რაღაც სახეს მიიღებს. რა სახე უნდა მიიღო? სათავეში 10,000 ლარიანი ნომრებით დადიან, ანუ აღარ ყოფნის 100,000-იანი ჯიპი და ნომრებით 10,000-იანი დადის და პირდაპირ ეს არის როგორი რაღაც, იცით ხალხო, ეს არის პირდაპირ დემონური, ანუ პირდაპირ დემონურია, ეს არის დემონის ეგო. ანუ ის დეკანოზია რაღაც არქიეპისკოპოსი თუ რაღაც კი არა, დემონია. მიხვდებით? დემონია შენიღბული. მოძღვარი რომ 10,000 ლარიან ამ გაჭირებულ შიმშილიცავს ქვეყანაში აყენებს და ამას უსილცხოდ აკეთებს, დემონია ის არ არის მოძღვარი. ვერ ხვდებით თქვენ ამას. იქ არ არის მოძღვარი, არც დეკანოზი, არ დემონია იქ და დაგცინით. და თქვენთვის ეს არის როგორი რაღაც, იცით? უი რაღაც სული წაძლია და დემონია რა სული წაძლი. მაგას ვერ გააკეთებს სტიქაროსანიც კი. მაგ პუტუცურს აქციელს. ვერ ხვდებით? დემონი აკეთებს მაგას. ეს ამბავია და აქეთ რა გვინდა კაცო? რელიგია ავად. მაგრამ ეს ბუნებრივად მიიღეთ, ამაზე არ გაბრაზდეთ, არ გაბედოთ. გაბრაზდეთ რამეზე, არ გაბედოთ, ნევრები მოიშალოთ ვინმეზე. მე იმდენ ისტორიას ვისმენ შავმაგებზე. ისეთ ისტორიებს ვისმენ, ჩემს ადგილზე თქვენ აი პირდაპირ იარაღით დაადგებოდით ყველას. მაგრამ მე 1 გრამი ბრაზი არ მაქვს მათ მიმართ. დემონებმა იმდენი მაწამეს მთელი ცხოვრება სიზმარხილოებში ისე. 1 გრამი ბრაზი არ მაქვს მათ მიმართ. არ შეიძლება ამის გაკეთება, გესმით? არ არის ეს ღვთიური. შენაგებ მაგ დროს. ამიტომ არ გაბრაზდეთ ამაზე. ეს არის ბოლოჟამის პერიოდის მდგომარეობები და ესენი გაიწყრილებიან. არ იღელოთ ამას. დაუბრუნდეთ ზიარებას. ფუნდამენტი მნიშვნელობა აქვს, ვინ გაზიარებს და როცა გაზიარებს, შენ შეგიძლია გულში თქვა, რომ ვეზიარები იესო ქრისტეს ცნობიერს, ვეზიარები იესო ქრისტეს ღვთიურ ნაწილს. მაგრამ თქვენ როგორც გინდათ, მაგრამ გიხსნით, ეს არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტია ვინ გაზიარებს. რადგან თუ ვინმე შეპყრობა აქვს, მისი ხელის შეხებაც კი არ შეიძლება. ის კი არა რომ ლოცვებიც აკითხოს და მერე გაზიაროს. მარტივია, გესმით? შავმაგს რომ არ აზიარებინებ თავს, ესე იგი ფუნდამენტში მნიშვნელობა აქვს, ვის აზიარებინებ თავს. და ვიღაც დეკანოზი, პედოფილი რომ არის და ნაძირალა და შეპყრობილი და დემონით რომ არის, დემონი რომ არის, დემონია ის ნომრები რო აბა ვინ არის? ან ვიღაც ხო პედოფილი რომ არის და უამრავი არიან, ხო? ნუ საქართველოში ცოტა არიან, მადლობა უფალს. ის რომ გაზიარებს, ვერ ხვდები რომ შავმაგზე ვარესი გაზიარებს. შავი მაგი ჯობია, იმიტომ რომ შავი მაგი კიდე თავს იცავს, იქ რაღაც წვენდებს იკეთებს, უსაფრთხო მექანიზმებს აკეთებს და ის პირდაპირ სიბნელეშია. ის ვარესია, მაგრამ გიმეორებ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაძარში არ უნდა იარო. შენ ტაძარში უნდა იარო, ისედაც არაფერს არ აკეთებ. ტაძარში უნდა იარო და უნდა ილოცო და უნდა იზიარო. უბრალოდ უნდა შეარჩიო სანთლით მოძღვარი. გესმის? და ზიარების გარეშე ჯოჯოხეთში მოხვდები, ეს არის манипуляცია და ტყუილი. ზიარების გარეშე ჯოჯოხეთში მოხვდები. რანაირად მოხვდები თქო, ერთი კითხე. ანუ რანაირად მოხვდები ჯოჯოხეთში თქო, არ გიკითხე. კაი მამაო, ეზიარები და იქ ვიღაცას დანაშ ჩავარტყამ, მაგრამ სამოთხეში მოხვდები, მაინც იმას კი არ გეუბნება. გეუბნება თუ არ ეზიარები ჯოჯოხეთში მოხვდები. ოღონდ ჩემი ის შეასრულე და კინწის ხრით დავიგიტეხიავ და ამბავს მოგიყვებით. კიდე და ესეთი არის ტრილიონობით. მამა გარდაიცვალა ძალიან ახლობელს და მივყევი ტაძარში ჩვენთან უბანში. მაშინ ბავშვი ვიყავი საერთოდ, არ ვიცოდი სულიერებაზე არაფერი. და რომ მივედით, მეთქი გარდაცვლილია პანაშვიდი რომ დავასვენოთ ტაძარში და პირდაპირ გვიწყებს ფულზე ლაპარაკს და კი მესმის ეს ყველაფერი ერთი წუთით. უხსნით რა მდგომარეობა. სანამ ეს კაცი ფულზე არ დაგვილაპარაკა, მაგამდე არც მოგვისმინა, არც მოგვისამძიმრა საერთოდ. ვიღაც ბაზრის ქალმა, რომელმაც საერთოდ ღმერთზე არაფერი არ იცის, მან იგრძნო და მან მოგვისამძიმრა. და შენ მოძღვარო, შენ ვერ მიუსამძიმრე ადამიანს, რისთვის ხარ მაგ, გესმით? და ფულზე დაგვიწყე ლაპარაკი. ფული ვერ გადალახე, რომ მე რაღაც ადამიანობა წამოსულიყო შენში და მაინც არ წამოვიდოდა რა თქმა უნდა ადამიანობა, ხო? ისე დაგვიწყო ლაპარაკი, გეგონებოდა კარტოფილს ყიდდა და გეგონებოდა ჩვენ ყიდულობდით კარტოფილს. ბიჭო, ადამიანს მამა გარდაეცვალა. დაელაპარაკე ღმერთისერით. მოდი შვილო, მოდი ჩემთან დაჯექი შვილო, როგორ ხარ? 7 იყოს შვილო შენში, რა ფული ერთი წუთი გავერკვევით, მაგრამ ჯერ მითხარი როგორ ხარ? ხსოვნა იყოს მამა შენი შვილო. დაგლოცავ შვილო, არ იღელო. კარგ ადგილზე მოხდება, შენი მამა დავილოცებით. ნუ რაფერზე ნუ იღელოებ შვილო. გააკეთე ეს? შენ ამას რომ არ აკეთებ, შენ ამის გამო მოსახსნელი ხარ ტაძრიდან. ვერ ხვდები? მასეთი უნიშნელო თითქოს რომ გგონია. მასეთი არაღვთიური მოქმედებისთვის მოძღვარი უნდა იხსნებოდეს. პირდაპირ. რადგან ეს არის პირდაპირი ბოროტება. ვიღაც ბაზარში ქალს აღმოაჩნდა ღვთიურობა და შენ არ აღმოაჩნდა მის ხალი. რა გინდა ტაძარში უნდა წახვიდე სხვაგან. სად წახვიდე არ ვიცი, არცად არ გამოდგებ და ნახე, შენ მე რანაირად უნდა მაზიარო. მე გაზიარებ იქეთ, მოდი. შენ ღმერთთან არ ხარ,
და რანაირად აზიარებ ამდენ 1000 მრევლს, რომელიც იმ უბანში დადის. ვერ აზიარებ შენ ღმერთს. შენში ღმერთი დიდი ხანი აღარ არის. ამის გამო თითქოს უმნიშვნელო მოქმედება, მაგრამ ამის გამო. ან მეორე, მე ხა არ ვცდილობ რაღაც მოძღვრებს ჩირქი მოვსცხო, არა. მე ხა ვცდილობ აგიხსნათ რა ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ვინ გაზიარებს და თუნდაც ვინ გიკითხავს ეგზორციზმის ლოცვას. საერთოდ ეგზორციზმის ლოცვას არ კითხულობენ, მაგრამ მაინც. აგერ ხა ერთი მიყვება. ავედითო მონასტერშიო, შევიკრიბეთო, საკითხვა გჭირდებოდა ეგზორციზმის ლოცვები, ვით სუდად ვიყავითო და რომ მივიდა ბერი ბერთანო, ფულზე ლაპარაკები დაიწყეს ჯერო. მინიმუმსამდე ჩააგდებენო. ბიჭო, შენ რა დემონი უნდა განდევნო, გაფიცებ ყველაფერს. აი რანაირად უნდა განდევნო დემონი, შენშია თვითონ დემონი და გასაგდები გყავს. ან რანაირად უნდა აზიარო. აი შოკში ვარ. მომიტევეთ, ეს დაცინვის სიცილი კი არა, ისტერიული სიცილი, შოკის სიცილი მაქვს. რანაირად უნდა გააკეთოს ეს? ვერა, ის იქეთ განსაკურნია და ერთ ეპიზოდს მოგიყვებით და ყველა მოძღვარს ეს ჭირს. ერთხელ ერთ მოძღვართან ერთად ვიმგზავრე და ცუდი არაფერი, მაგრამ ნახეთ, კაცი ფიქრობდა რა ბიზნესი გავაკეთო. აი რა ბიზნესი გავაკეთო, იქო სათფურიო, შვილებისთვისო. ანუ შვილებს ყველაფერი ჰქონდა, გაგზავნილი ყავდა ამერიკაში ნასწორ, ყველაფერი კარგად ჰქონდა, მაგრამ მაინც ბიზნესზე ფიქრობდა. მიხვდით რა დღეში არიან ესენი? ყველა ესენი ვინც ამ დღეში არიან, ფიქრობენ ფული როგორ იშოვონ. ამათი მისაბაძები არიან ის $10,000 ნომრები რომ აქვთ. რაც სათავეშია იმათ ბაძავენ ესენი. წარწყდნენ, გესმით? წარწყდნენ და კაცი ფიქრობს რა ბიზნესი გააკეთოს. რო შევხედე ღმერთი არ დაფიქრებულა მასე ბიზნესზე რომ დაფიქრდა. რაში ჭირდება ბიზნესზე ამდენი ფიქრი? ვინ კაც მე არ ვიცი კაცო. რაში ჭირდება ფული, ბიჭო? მოძღვარო კი არა, ბიჭო. მომიტევე ეს სიმართლეა. რაში ჭირდება ეგ ფული? რატო ფიქრობ ამ ბიზნესებზე? შვილი სამსახურია, დიპლომატი გყავს. ის ყველაფერი კარგად გაქვს. კიდე ფულზე რაღაცზე ფიქრობ. ბიზნესებზე რატო ფიქრობ? შენ ღმერთზე უნდა ფიქრობ. ეს ამბავია, ხალხო. ეს ამბავია. გესმით? ამიტომ ვინ გაზიარებს ამას აქვს მნიშვნელობა. და იპოვეთ სუფთა მოძღვრები, რომლებიც პირდაპირ ღმერთთან დაკავშირებენ და არიან ესეთები. სვეტკ მოძღვრებს მოძებნით, აი მართლივად გეტყვით. სუფთა იპოვე, სუფთა, წესიერი, სანთლით მოძებნე და იპოვი, ღმერთს თხოვე და იპოვი. შენ ღმერთს არ თხოვ, ღმერთო მაპოვნინე ჯამთელი მოძღვარი. ამას არ თხოვ, ფიზიკურად თავში არ მოგდის ეს იდეა, რომ გაგაგზავნოს ღმერთმა მასთან. ამიტომ ფუნდამენტში მნიშვნელობა აქვს ამას. არ იღელვოთ ამას, ესენი ყველანი გაიწმინდებიან. ეს არის ბოლოჟამის პერიოდი. ამაზე უარესები იქნება და ამან არ გაგაკვირვოთ, არ გაგაბრაზოთ, არაფერი არ უნდა მოგცეთ ამან ნეგატივი. ეს არის ცოდნა, რომელიც უნდა იცოდე, ცივი გონებით, უფალთან უნდა იყოს სიყვარულით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არასოდეს არ დაგავიწყდეს. და რელიგიას ეცი უდიდესი პატივი. ამ რელიგიას კი არა. შენმა წინაპრებმა 100,000-მა წმინდანმა რაც დაგიტოვა, ის აქ არის კიდევ. სადმე კი არ წასულა. ჩვენს რელიგიაშია მადლში. ეს ყოველთვის პატივისცემაში გქონდეს. მოძღვრები ყოველთვის პატივისცემაში გქონდეს, ვინც ამას იმსახურებს. და არიან ესეთები. ამიტომ ტაძარს არ მოშორდე რელიგიას და არ მოშორდე სუფთა მოძღვარს. უბრალოდ რა პრობლემებიც არის, ის გაითვალისწინე, რაც აქ აგიხსენი. სულ ეგ არის. ზიარებაზე რაც შემიძლია გითხრათ.